პრემიერ-მინისტრთან არსებული უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი უპასუხებს ჩვენს კითხვებს. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით ბატონო მინდია. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით. ბატონო მინდია, ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი, რითაც პრემიერი კანონპროექტის მიღების აუცილებლობას ასაბუთებდა, იყო, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები აღმოჩნდებოდნენ, ესე ვთქვათ, პარალიზებული. საკანონმდებლო ორგანოს დღევანდელი გადაწყვეტილებით გაზიარებულია პრეზიდენტის შენიშვნების სწორედ იმ მოტივით, რომ გაიზიარეს, რომ კოლაფსი რომ არ მოხდარიყო. ამ მდგომარეობით ძალოვან უწყებებს ხვალიდან შეუძლიათ ნორმალურად ფუნქციონირების გაგრძელება. მოგესალმებით, სავსებით მართალი ბრძანდებით, ესე იგი დღეს უკვე ეს საფრთხე აღარ არსებობს, ვინაიდან პარლამენტმა უკვე გაიზიარა პრეზიდენტის მოსაზრება კანონპროექტის შემუშავების ვადასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე დღეს უკვე ეს პრობლემა დღეს ესე იგი მოხსნილია. თუმცა იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი წავიდოდა ვეტოს დაძლევის გზით, ამას შეიძლება გამოეწვია გარკვეული საკანონმდებლო ვაკუუმი, რაც ბუნებრივია გამოიწვევდა სამართალდამცავი ორგანოების და სპეციალური სამსახურების მუშაობის შეფერხებას და ხელისშეშლას. მიყურადებაზე წვდომის გასაღები კვლავ რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა არასამთავრობოები ითხოვენ, რომ ორი გასაღების პრინციპი შემოვიდეს. თქვენ რომელ მოდელს ემხრობით და როგორ ფიქრობთ, დღეს არსებული საკანონმდებლო მდგომარეობით შეიძლება თუ არა ორი გასაღების პრინციპის ამოქმედება 2014 წლის ბოლოსთვის, ანუ 2015 წლის დასაწყისისთვის მაინც? იცით რაშია საქმე, ეს ცოტა რთული საკითხია და ამიტომაც იყო, რომ პარლამენტთან არსებული სამუშაო ჯგუფი ითხოვდა გარკვეულ ვადას იმისათვის, რომ ამომწურავად შეესწავლა ყველა მიმართულებით, ყველა წარმოდგენილი მოდელი. ზოგადად, ესე იგი, ეს იქნება ორი გასაღები, თუ იქნება სხვა მოდელი, ეს უნდა პასუხობდეს ორ მოთხოვნას. ერთი მხრივ უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლებები და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ხოლო მეორე მხრივ აუცილებლად გარანტირებული უნდა იყოს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და არც ერთი აი ამ სიკეთის ხარჯზე არ უნდა მოხდეს კანონის მიღება. რაც შეეხება მე რომ მოდელს ვემხრობი, მე ვემხრობი იმ მოდელს, სწორედ აი დაბალანსებულ მოდელს, რომელიც ორივე ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ამ ეტაპზე რაც შეეხება ორი გასაღების პრინციპს, ეს პრინციპი საკმაოდ დაუმუშავებელი პრინციპია, მე მინდა გითხრათ, სად იქნება ეს ორი გასაღები, მე მინდა საერთოდ გითხრათ, რომ გასაღები როგორც ესეთი არ არსებობს. ეგრეთ წოდებული გასაღები. ეგრეთ წოდებული გასაღებია ნამდვილად. ეს არის წვდომის საშუალება ფარული მიყურადების აპარატურაზე. ამ საკითხს სჭირდება საკმაოდ დეტალური ტექნიკური შესწავლა, დასაბუთება. აქედან გამომდინარე, მე ამ ეტაპზე ზუსტ პასუხს ვერ ვეცემ. ტექნიკური მხარეთ რომ წავიდეთ, რამდენიმე დღის წინ პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებაში მეორე არგუმენტი იყო, რომ მობილური ოპერატორები არიან უცხო ქვეყნის კომპანიები. ანუ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ მობილურ ოპერატორებს ჰქონდეთ ეს წვდომის გასაღები, ესე ვთქვათ. აპარატურა, რომლითაც ხორციელდება პირდაპირ ჩართვა და მიყურადება, თუ არ წვდები, სწორედ ამ კომპანიების სერვერებზეა. რამდენად შეესაბამება ეს მდგომარეობა სახელმწიფო უსაფრთხოების ნორმას, ანუ რითი ვარ დაზღვეულები, რომ ის რისკი, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, ახლა არ არსებობს. მინდა გითხრათ, რომ პრემიერმა ზუსტად გამოხატა ის საფრთხე, რაც უკავშირდება მობილური ოპერატორებისთვის პირდაპირ მიერთების ფუნქციის გადაცემას. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მიერთების აპარატურა, რომელიც ასე ვთქვათ, მიერთებულია მობილური და ინტერნეტ პროვაიდერების ქსელთან, უზრუნველყოფს გარკვეული ინფორმაციების მოხსნას ამ ქსელიდან, რა თქმა უნდა, სანქციების შემთხვევაში და მოსამართლის ბრძანების არსებობის შემთხვევაში და ეს ინფორმაცია მიდის ტექნიკურად ფარული მიყურადების განმახორციელებელ სუბიექტთან. ხოლო მას შემდეგ, რაც შემოთავაზებული მოდელი, ამდენსაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, გულისხმობს იმას, რომ ამ აპარატურაზე კონტროლი გადავიდეს მობილური ოპერატორების ხელში, რაც მათ მისცემს სრულ წვდომას. როგორც ფარული მიყურადების პროცესი, ასევე მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მოპოვების პროცესზე, რაც რისკებს ზრდის, საიდუმლო ინფორმაციის გაჟონების რისკებს, ასევე ინფორმაციის დაცვის რისკებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ საკითხზე თვითონ მობილური ოპერატორები არ არიან ჩამოყალიბებული. თვითონ ისინი ხედავენ ამ რისკებს და თვითონ მათ მიმართ ეს სამუშაო ჯგუფს იმის თაობაზე, რომ ისინი არ არიან ამ ეტაპზე მზად ამ ფუნქციის განსახორციელებად. გარდა იმისა, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ეს ოპერატორები არიან ყველა შემთხვევაში
უცხოური არარეზიდენტი, ესე ვთქვათ, კომპანიის წარმომადგენლები. შესაბამისად, მსოფლიოში არ არსებობს ალბათ მსგავსი პრეცედენტი, როცა ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, ფარული მიყურადება იქნება თუ სხვა სახის ღონისძიებები, სახელმწიფომ გადასცეს არარეზიდენტ უცხოურ კომპანიებს, რაც კოლოსალურად ზრდის უსაფრთხოების პრობლემებს ჩვენ ქვეყანაში. ბატონო გიორგი, თუ გაქვთ ინფორმაცია დავით საგანელიძის განცხადება, მინდა წავიკითხო, რომ სულ ცოტა ხანში, უпростоრად 1 დეკემბრამდე დაგეგმილ სხდომამდე, ანუ ვიდრე ამ კანონპროექტს უყრიან კანონმდებლები კენჭს, იგი იქნება ინიციატორი, რომ გარკვეული ცვლილებები კანონპროექტში შევიდეს. თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ცვლილებებზე არის საუბარი და თუ ხართ საერთოდ მომხრე, რომ 1 დეკემბრამდე კიდევ რაღაც დამატებითი ცვლილებები შევიდეს უკვე არსებულ კანონპროექტში. სამწუხაროდ ვერ მოგახსენებთ ამის შესახებ, ბატონ დავითთან დღის ბოლოს კომუნიკაცია არ ქონა. ბატონო მინდია, მას შემდეგ რაც პარლამენტი 1 დეკემბრამდე კენჭს უყრის ამ კანონპროექტს, რომლის ნორმები შესაძლებელი არის, რომ 2015 წელს ამოქმედდეს საერთოს. პერსონალური ინფორმაციის დაცვის კუთხით, რა შეიცვლება კონკრეტულად საქართველოს მოქალაქეებისთვის? ზოგადად, სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემ, მინდა შევეხო ორი სიტყვით პრეისტორიას. სამწუხაროდ ყველა ამახვილებს ყურადღებას გასაღების, ეგრეთ წოდებული გასაღების პრობლემაზე და მიერთების პრობლემაზე, როცა ფარული მიყურადების და ფარული საგამოძიებო მოქმედების რეგულაცია არ შედგება, ხოლმე და ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი, გასაღების ნაწილი არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმ პრობლემის, რაც ეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. მინდა აღვნიშნო, წინა რესპონდენტმაც აღნიშნა სხვათა შორის, რომ საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯები დაფიქსირდა 1 აგვისტოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებათა პაკეტით. კერძოდ სტანდარტები, რის მიხედვითაც ხორციელდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების სრულ თანხმედროვში მოვიდა ევროპულ კანონმდებლობასთან. ეს აღინიშნა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, ეს აღინიშნა ევროპელი ექსპერტების მხრიდან. სამწუხაროდ ამაზე ყურადღებას არავინ არ ამახვილებს, რომ ამხელა ნაბიჯი ფარული საგამოძიებო მოქმედების რეგულაციის სფეროში უკვე გადადგა ჩვენმა სახელმწიფომ. რაც შეეხება პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხს, ეს გახლავთ უკვე სხვა კანონის რეგულირების სფერო, ეს გახლავთ პერსონალური ინსპექტორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შესახებ საქართველოს კანონის რეგულირების სფერო, რომელიც ასევე მიმდინარე წლის ზაფხულში მიიღო ჩვენმა პარლამენტმა და რომელიც იყო ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემადგენელი ნაწილი. ამ კანონის მიღებით პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით საქართველოში ასევე დამკვირდა ევროპული სტანდარტები. კერძოდ საუბარია პერსონალური ინფორმაციების დამუშავების წესზე, შენახვის წესზე, განადგურების პირობებზე, ზედამხედველობაზე და ასე შემდეგ. ანუ პერსონალური ინფორმაციის დაცვა სხვა კანონით რეგულირდება და ესეც საკმაოდ მაღალ დონეზე დარეგულირდა საქართველოში, რაც იმის დასტურიც, რაც არის, ასე ვთქვათ, იმის უпростоრად, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა ოფიციალურად დახურა პირველი ფაზა ვიზა ლიბერალიზაციის, ანუ მოიწონა ყველა ის განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება, რაც ჩვენმა ქვეყანამ ამ პერიოდის განმავლობაში გაატარა და უკვე ჩვენი ქვეყანა გადავიდა იმპლემენტაციის ფაზაზე, ანუ მეორე ფაზაზე ვიზა ლიბერალიზაციის. დიდი მადლობა, გასაგებია. ბატონო მინდია, მაყურებელს კი შევახსენებ, რომ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია კანელიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. პირველი